ბექა ლილუაშვილი პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი, უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში და მასთან უნდა განვაგრძოთ საუბარი. მოგესალმებით ბატონო ბექა, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. გესმით ბატონო ბექა, ჩემი ხმა? მცირე ტექნიკური ხარვეზია, ჩვენ დაუკავშირდებით კვლავ ბექა ლილუაშვილს, მანამდე კი გეტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს მიმართავს სიტყვით, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ამჯერად უკვე ჩეხეთიდან ისაუბრებს, ბექა ლილუაშვილი უკვე არის ხაზზე. ბატონო ბექა, გესმით ახლა ჩემი ხმა? დიახ, მესმის, მოგესალმებით. ბატონო ბექა, მოდით დავიწყოთ პირდაპირ ორი მნიშვნელოვანი საკითხით, ერთი, რომელსაც თავის პოლიტიკური ცხოვრებით მცხოვრები, ქართული ოცნების რეჟიმი მიდის, ეს არის რეპრესიების სხვადასხვა გვარი ტალღა, მედია, არასამთავრობო სექტორი, ქუჩის პროტესტში მონაწილე მოქალაქეები და ახლა უკვე ეგრეთ წოდებული კომისია, რომლითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური ლიდერებს შეიძლება ვიხილოთ კისოსებს მიღმა და მეორეს მხრივ ევროკავშირი რომელიც სანქციების და ბევრად უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაზე მუშაობს. თითქოს დაჩნდება განცდა, რომ რეჟიმი უფრო და უფრო მკაცრი ხდება სანქციების პარალელურად. ახლა ჩნდება კითხვა, რა აჩერებს რეჟიმს ასეთ სიტუაციაში? ეს არის გამწარებული თუ გაბრაზებული ივანიშვილის ბოლო ქმედებები თუ ნაბიჯები, რომელსაც ვუყურებთ, თუ საკუთარი სიძლიერის დამტკიცების მცდელობა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მაკამ რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მიმართულია კიდევ უფრო მეტად გაამყარონ ავტორიტარიზმი, სწორედ მათ შორის იქნება ეს დაუშვათ მედიასთან დაკავშირებული კანონპროექტი, იქნება ეს კომისია, იქნება ეს დაუშვათ გრანტებთან დაკავშირებული ცვლილებები, იქნება ისეთი ტყუილების გამოყენება, რომელზედაც მე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ რა ასე ვთქვათ გარემოს ქმნის, ხომ? ეს ამ ნაბიჯებით რეჟიმი თავისი კომფორტის სივრცეს მაქსიმალურად ივიწროვებს, ხომ? როდესაც ხელისუფალი ეგრეთ წოდებული დგამს ავტორიტარიზმის გასამყარებელ ნაბიჯებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მას ძალიან ეშინია და ძალიან უჭირს. სხვაგვარად ეს არ იხსნება, ხომ? იმიტომ რომ დღითი დღე საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ნაწილი ხედავს როგორც ცდილობს რეჟიმის გამყარება სხვადასხვა ნაბიჯებით ოცნება და ამავდროულად ეს თავის მხრივ რა თქმა უნდა განპირობებულია იმ უზარმაზარი წნეხით, რომელიც ქვეყნის შიგნით საზოგადოებამ და ქვეყნის გარეთ ჩვენმა მხარდამჭერებმა შექმნეს და ეს წნეხი იზრდება და იზრდება. ეხლა ისტორიული იმპერატივია ესე ვთქვათ, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში რეჟიმების სიცოცხლის უნარიანობა ძალიან შეზღუდულია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ერთადერთი, რასაც ეს ეფუძნება, არის მხოლოდ ფინანსური რესურსი იმ ოლიგარქატის, იმ 25 ოჯახის, რომელიც სპონსორებს წარმოადგენენ რეჟიმის და ეს სანქციებიც, ფინანსური სანქციებიც ყველაზე მწვავად იმიტომ ხდებათ მათ, ყველაზე მეტად იმიტომ აქვთ ამაზე, ესე ვთქვათ, რეაქცია, ხო, იქნება ეს მაგალითად გაერთიანებული სამეფოს მხრიდან დაწესებული სანქციები თუ სხვა მომავალი ფინანსური სანქციები, რომ ერთადერთი რაზეც მთლიანად ეს რეჟიმი დგას, ეს ხო არ არის იდეოლოგიური რეჟიმი, ეს არ არის რაღაცა სხვა ფორმა ავტორიტარიზმის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფულზე დახარბებული და ძალაუფლებაზე დახამებული ადამიანების ცდელობა რეჟიმის შექმნის და რა თქმა უნდა, როდესაც ეს ფინანსური, ესე ვთქვათ, ბერკეტი მათ ჩამოეშლებათ და ეს აუცილებლად მოხდება, მთელი ძალისხმევა ამაზეა ახლა მიმართული, ბუნებრივია ეს მათ მიერ მიღებული რაღაცა რეპრესიული კანონები პრაქტიკაში ვერაფრით ვერ შეუნარჩუნებს მათ ძალაუფლებას, იმიტომ რომ ეხლა არ არის 2000-იანი წლები ან 90-იანი წლები და საზოგადოება ძალიან კარგად უყურებს ამას. მე ერთადერთი ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულად ვისაუბროთ ყველა მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, სამოქალაქო საზოგადოებამ იმ ნიუანსებზე, რაც თუნდაც აი ამ საგამოძიებო კომისიის უკან დგას, რომ ოცნებად თავის მხრივ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით რას აჩვენებს, ხომ? თავის ამომრჩეველს ეუბნება, რომ იმდენად უუნარო და უსუსური იყო ამდენი წლის განმავლობაში, რომ წინა რეჟიმის მიერ, ესე ვთქვათ, რაღაც ჩადენილი დანაშაულები და სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა, ვერანაირი სხვა გზით, ვერ მოახერხა ის, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონკრეტული პირებისათვის და ერთადერთი დარჩა გზა, რომ ფაქტობრივად დემოკრატიული სახელმწიფოს ავტოკრატიად გადაკეთების ფასად
მოახდინოს წინა რეჟიმის დანაშაულების პასუხისმგებლობის დაკისრება. ემსახურება ეს კომისია. აი ამას ემსახურება ეს ხა 1000-ნაირად შეუძლია ჩვენ ინტერპრეტაცია გავაკეთოთ. რა თქმა უნდა ეს არის ავტოკრატიული ბერკეტი მაშინ და მხოლოდ მაშინ განსაკუთრებული ხაზგასმით მინდა ვთქვა, როდესაც მაგალითად მიშას ნაცებს ეძახიან კომისიაზე და ბიძინას ნაცებს არ ეძახიან. აი ბუტარობაკიძე იქნება ეს თუ გირგვლიანი იქნება ძალიან მძიმე შემთხვევები, ძალიან მძიმე დანაშაულები, რომელიც წინა რეჟიმის დროს მოხდა. ამ ესე ვთქვა დანაშაულებთან ზოგადად დაკავშირებულ იმ ადამიანებს, რომლებიც წინაზე დაუშვათ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ, პოტენციურად შეიძლება ინფორმაციას ფლობდნენ და სავარაუდოდ შეიძლება დანაშაულთანაც კავშირი ჰქონდეთ. დღეს ამ ქართული ოცნების ხელისუფლების შემადგენელი ორგანული ნაწილები არიან და ამ ადამიანებს არ ეძახიან. ამიტომ ვამბობ, მე როცა ვთქვათ განმარტებას ვაკეთებ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო მეტი სისუსტის ჩვენება მათსავე ამორჩევლისთვის, რომ რეჟიმი ერთადერთი ესე ვთქვათ შესაძლებლობით ცდილობს ვითომ ფსევდო სამართლიანობის აღდგენას და ეს მათი უნიათობის ფონზე არის აი რაღაც ესეთი კომისიების შექმნა და სანახევროდ სიმართლის საუბარი ესე ვთქვათ. ეს არის მცდელობა შეხსენება საკუთარი ამომრჩევლისთვის, რომ ასეთი ცუდები იყვნენ ჩვენს წინ თუ კიდევ უფრო სხვა, იმიტომ რომ როდესაც თქვენ საუბრობთ რომ 12 წლის განმავლობაში თუ ეს ვერ გააკეთე, ესე იგი უნარო ხარ და ახლა თუ იწყებ, წესით ეს კითხვა ხომ უნდა უჩნდებოდეს ქართული ოცნების ამომრჩეველსაც, რომ 12 წელისად იყავი. ეს კითხვა ხომ ოცნების ამომრჩეველსაც უჩნდება? დიახ, ამას მარტავ, მაგას ზუსტად რომ რა თქმა უნდა უჩნდებოდეს და უჩნდება კიდევაც ბევრს, როდესაც ამ ყველაფერს უყურებს და ხვდება რომ ამდენი წლის ფაქტობრივად მანძილზე რამდენად უნარო ყოფილა ოცნება, რომ აი ესეთ ფასად აკრძალვით, კრიტიკული აზრის ჩახშობით, რეპრესიული მექანიზმებით უპირისპირდება წინა რეჟიმის დანაშაულებს და თან უპირისპირდება ესე მოჩვენებითად კომისიითაც მათ შორის, როდესაც ვინც აწყობს პროპაგანდისტულად ის მოყავს და ასაუბრებს, ამ შემთხვევაში თანამდებობის პირებზე მაქვს საუბარი და ვინც მათ რიგებშია გადმობარგებული და სავარაუდოდ კავშირი ჰქონდა ყველა იმ ძალადობრივ ეპიზოდთან და დანაშაულთან, იმათ საერთოდ ვერ ეძახის, ამის გამბედაობაც კი არ აქვს. იგივე ხდება, აი ზუსტად იგივე და ერთი წინადადებით უნდა თქვა რამოდენიმე წინადადებით უბრალოდ. აი ნახეთ რისი თქვა მინდა საბოლოო ჯამში ჩემი მთავარი დღის გზავნილი რა არის, რომ ის ნაბიჯები, რასაც ოცნება დგამს რეპრესიის მიმართულებით, კომისიიდან დაწყებული, მედიის შეზღუდვით დამთავრებული, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მოქმედებს, რომ საზოგადოება, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სწორი მიმართულებით მივდივართ ყველანი, იმიტომ რომ მაქსიმალურად ესე ვთქვათ, თავდაცვის რეჟიმშია გადასული ხელისუფლება და მაქსიმალურად იზღუდავს თავისივე ტოტის იჭრის რაზედაც ზის ფაქტობრივად და ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება ჩვენი, ანუ საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების გამარჯვებით. მადლობა ბექა ლილუაშვილს უსმენდით, გახარია საქართველოსთვის წევრი იყო დღის ამბების სტუმარი.